გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი, მაესტრო გოჩელეიშვილი, თქვენ კი ხართ გამა ნიუსზე, ჩვენ ვიწყებთ. მაშასე პირველი ძალიან მაგარი ამბავით მინდა დავიწყო ჩვენი ნიუს ბლოკი და ეს ძალიან მაგარი ამბავი არის მეგობრებო კიდევ ერთი საჩუქარი გამასგან. როგორც იქნა გამატევე მოვხოდეთ. ყველას ვისაც გინდათ ონლაინში ჩვენი ივენთების ყურება, როგორც კონფერენციების, ასევე თვითონ ბრძოლების ივენთების შეგიძლიათ მათი ნახვა www.gamafc.tv და ტრანსლაციები მანდ იქნება უფასო. ანუ, მეგობრებო, ამ თვეში გელით სამოყვარულო ლიგა, რომელიც უკვე ამ შაბათს ჩატარდება და გამა ტივიზე შეგეძლებათ უფასოდ ყურება. შემდეგ შაბათ-კვირას გელით გამა ფარგო, სადაც უსასტიკესი ბრძოლები იქნება და მათი ყურებაც შეგეძლებათ სრულიად უფასოდ. გამა MMA-ც შევა აქ და გამა გრეპლინგი შემდეგი სერია გაიმართება 26 დეკემბერს. 4 მაგარი ივენთი თავის პრესკონფერენციებით, სრულიად უფასოდ, ჩვენი საახალწლო საჩუქარი ჩვენს მაყურებლისთვის. ოღონ მეგობრებო, იმ პირობით არის უფასო, თუ თქვენ შედიხართ, გამოიწერთ გამა ტივის და პირველი თვე გექნებათ უფასო, შემდეგი თვიდან დაიწყება გადახდა. ანუ ეს subscription based გადახდა არის, თქვენ რო დარეგისტრირდებით ეს ნიშნავს, რომ თანახმა ხართ, რომ შემდეგი თვიდან გადაიხადოთ 25 ლარი თვეში. რა თქმა უნდა, თუ გადაიფიქრებთ და რომელიღაც თვიდან გადაწყვეტთ, რომ გინდათ ამ გამოწერის შეწყვეტა, ამის გაკეთება შეძლებთ. თუმცა პირველ თვეს თუ იღებთ უფასოდ, მეორე თვის გადახდა მოგიწევთ. ეგ არის შემოთავაზება და გარიგებაც ეგ არის. ისე არ გამოვა, რომ დღეს გამოიწერე, უყურე ყველაფერს უფასოდ და იანვრის დასაწყისში ან subscribe-ი გააკეთე. ვერ გამოვა მასე. წინასწარ გაფრთხილებთ. ამიტომ ტირილი არ გამაგონოთ მერე. თუ გამოიყენე უფასო თვე, 25 ლარს იხდი. ანუ 25 ლარად იღებ დეკემბერს და იანვარს. ასე მარტივად გასაგებად რო იყოს. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც მინდა თქვენ განდოთ, მეგობრებო, ეხება გამა გრეპლინგს და იმ სკანდალურ მსაჯების გადაწყვეტილებას, რომელიც მოხდა გაბრიელ ბარამია და ლადო ბარნოვის ჭიდაობის დროს. მინდა მოგახსენოთ, რომ ბევრი მაყურებელი და მე მათ აზრს ვიზიარებ, ფიქრობს, რომ ლადო ბარნოვი არის გამარჯვებული, როგორც მინიმუმ უპირატესობა მისთვის უნდა მიეცათ მსაჯებს და არა გაბრიელ ბარამიასთვის. შეგახსენებთ, რომ მსაჯების გადაწყვეტილება გაიყო, ანუ საბა ბეგაძემ რეფერიმ უშუალოდ რინგზე და ორხან რახიმოვმა მიცეს გაბრიელ ბარამიას, ხოლო გიორგი ბეგაძემ უპირატესობა მიცა ლადო ბარნოვს. რასთან არის დაკავშირებული ეს უთანხმოება და გადაწყვეტილება? ყველა საერთაშორისო შეჯიბრის წესით, სადაც ქულებს ითვლიან, კონტროლს მეტი მნიშვნელობა აქვს და კონტროლი ფაქტიურად ჯილდოვდება ქულებით, submission attempt-ები არ ჯილდოვდება ქულებით. ასევე ჯილდოვდება ქულებით გარტფასი და ზოგადად უფრო მოკლედ და მარტივად რო გითხრათ, ქულებზე რო ყოფილიყო ჭიდაობა, გაბრიელ ბარამია მოიგებდა. თუმცა ეს არის გამა გრეპლინგი, მეგობრებო, ჩვენთან ქულები არ არის. რა შუაშია ქულები, როცა ჩვენ ვარკვევთ ყველაზე სასტიკი და მომაკვდინებელი მახრჩობელა ვისა აქვს. საჯებმა მიუხედავად იმისა, რომ მე ამიხსნეს და ორგანიზატორებს აგვიხსნეს მათი ლოგიკა გადაწყვეტილებისა, რომელიც ფრიად მისაღებია და ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ მისაღები იყო მათი ახსნა, ეს გადაწყვეტილება და რეზულტატი არ შეიცვლება. თუმცა პატივცემულებო, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩვენ შევკრიბეთ საჯთა კოლეგია და შევთანხმდით იმაზე, რომ თუ გამა გრეპლინგი არის only submission და ჩვენ, როგორც ორგანიზატორებს, გვაინტერესებს მაქსიმალურად სანახაობრივი ჭიდაობა, მაქსიმალურად submission-ზე და მახრჩობელაზე ორიენტირებული ჭიდაობა, ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა დაჯილდოვდეს იმ მებრძოლის ქმედებები, რომელიც ამ წესებს ემორჩილება, ზუსტად
ამ მისწრაფებას ასრულებს მაქსიმალურად. ლადოს და გაბრიელის შემთხვევაში ლადოს შეტევები ჩემი პირადი გადმოსახედიდან როგორც მინიმუმ უფრო მწვავე იყო და ზუსტად ამიტომ მეც ვიზიარებ მაყურებლის აზრს რომ ლადოსთვის უნდა მიეცათ უპირატესობა. მიუხედავად იმისა რომ ცვლილება არ მოხდება გადაწყვეტილებაზე შემდგომში ასეთი სურათი სადაც გამოიკვეთება დაჯილდოვდება მებრძოლი რომელიც არის ორიენტირებული საბმიშენზე ან ჩოუქზე. უბრალოდ კონტროლი რომელსაც არ მოყვება მწვავე სიტუაცია და ფინიშების ჭრილში არ დაჯილდოვდება. ეს არის ცვლილებები, ეს არის გადაწყვეტილება, ამის გაზიარება მიხარია თქვენთან. დაწერეთ რა თქმა უნდა კომენტარებში, ეთანხმებით თუ არა ჩვენს ასეთ გადაწყვეტილებას, ეთანხმებით თუ არა რომ ასე შეფასდება შემდგომში გრეპლინგი და როგორ თვლით, უნდა შეიცვალოს თუ არა ის გადაწყვეტილება რაც არის. არ შეიცვლება, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს. შემდეგი ამბავი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ამ სიტუაციას, არის მსაჯების გადაწყვეტილება ჩვენ MMA ლიგას ეხება ეს. გამა MMA 4-ზე პირველ ბრძოლაში, ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, ჩემთვის ძალიან საინტერესო. სადაც შეხვდნენ გამოკვეთილი სტრაიკერი საქართველოსდან, რომელიც ნოდარ ხოტენაშვილი და გამოკვეთილი მოჭიდავე ტურხან ჯავადოვი აზერბაიჯანიდან. ამ ბრძოლაში მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება ფრეზე. რომელმაც ამ გადაწყვეტილებამ უბრალოდ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია. ბევრი თვლის, რომ ტურხან ჯავადოვმა მოიგო ბრძოლა, ვინაიდან უმეტესი დრო ის აკონტროლებდა ხოტენაშვილს პარტერში, ხოლო ბევრი თვლის, რომ ხოტენაშვილმა მოიგო, ვინაიდან ხოტენაშვილმა პირველ რაუნდში რამოდენიმე ნოკდაუნი გაუკეთა მეტოქეს, ზიანი აშკარად მეტი მიაყენა და სერიოზული სხვაობაა მიყენებული დარტყმების, მით უმეტეს significant დარტყმების რაოდენობაში. ჩვენი მსაჯების გადაწყვეტილება რომ გითხრათ და ლოგიკა მისი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხმებიც ძალიან გაიყო, სხვადასხვანაირად შეაჯამეს სხვადასხვა მსაჯებმა, მაგრამ ჯამური ფულები გამოვიდა ისე რომ ფრე დავითვალეთ. ჩვენც ერთფეროვნად არ ვფიქრობთ. მე პირადად ვფიქრობ, რომ კი ბატონო, ხოტენაშვილი უფრო იმსახურებს მოგებას, ვინაიდან იმ კონტროლს არაფერი არ მოყვებოდა, თუმცა ამავდროულად ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზურგზე რო ატარებს უმეტეს დროს მებრძოლს შერეულ ორთაბრძოლებში ძალიან ძნელია მას მოგებამიც. ასეა თუ ისეა მეგობრებო, გადაწყდა მათ შორის აზერბაიჯანელებთან ბევრი კონსულტაციის შემდგომ, რომ აპელაცია გავაგზავნოთ ჩვენ გამას ორგანიზაციამ და ვანდოთ გადაწყვეტილება შევამოწმებინოთ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება საერთაშორისო ზემდგომ უწყებებს. აპელაცია გაგზავნილია ველოდებით პასუხს. თუ მოხდა ამ ბრძოლის გადაწყვეტილების ცვლილება, ჩვენც დავემორჩილებით და შევცვლით ამ გადაწყვეტილებას. თუ დარჩა ის რაც არის, თავისთავად დარჩება ის რაც არის. დღესდღეობით ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის აღწერილი სიტუაცია, შეიცვლება თუ არა, ამას გააგებინებთ აუცილებლად. მე პირადად ვთვლი, რომ ფრიად სამართლიანად გადაწყვეტილება იყო, თუმცა ვემორჩილები ზემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებს. შემდეგი ნიუსი, რაზეც მინდა ვისაუბროთ, არის მებრძოლების ბედი, რომელიც ვერ ვითარდებიან გამასთან ერთად, მათი ბრძოლის ხარისხი არ არის უკვე დამაკმაყოფილებელი. თქვენ როგორც გახსოვთ, გამა დაიწყო ძალიან პატარა აზრით, პატარა წამოწყებით და გაიზარდა ნაციონალური დონის ორგანიზაცია. და თავისთავადია, რომ კონკურენციაც ჩვენთან გაიზარდა. თუმცა ბევრი ის მებრძოლი, რომელიც ვერ მოყვება, ვერ ჩვენთან ერთად ვერდებს ხარისხიან ბრძოლებს, სამწუხაროდ ვეღარ იჩხუბებს ძირითად ლიგაში. ეს ეხება როგორც მუშტიკრივს, ეს ეხება ასევე MMA-ს და რა თქმა უნდა გრეპლინგსაც. პროფესიონალურ ლიგებში ჩხუბობენ სერიოზული მებრძოლები. მოდი გრიზლის სიტყვებით გეტყვით. გამას რინგზე ამოდიან მხოლოდ ებიანი ხალხი. არ მინდა კონკრეტული გვარების გახსენება, უბრალოდ ვიტყვი, რომ მებრძოლი, რომელიც აშკარად შეუძლია ბრძოლის გაგრძელება და ირჩევს, რომ დანებდეს, ორგანიზაციას არ ჭირდება. მებრძოლი, რომელიც ნერვებს ვერ აკონტროლებს და რაღაცა უბრალოდ არ მოეწონა და ბრძოლას აჩერებს,
ორგანიზაციას არ ჭირდება. მებრძოლი, რომელიც ბრძოლის დასაწყისშივე პირველივე ძნელ სიტუაციაში მე არ მაქვს სერიოზულ ზიანზე საუბარი, მოითხოვს კუთხისგან რომ გადაუგდონ პირსახოცი, ძირითად ლიგაში ვეღარ იბრძოლებს. საკმაოდ დიდი რაოდენობაა ასეთი მებრძოლების, როგორც მუშტიკრივში, ასევე MMA-ში, რომლებსაც უკვე შეუწყვიტეთ კონტრაქტი. უმეტესობა მათგანმა იცის ამის შესახებ, ბევრი გაიგებს ამის შესახებ უახლოეს დროს. მებრძოლებს მიმართა უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ თქვენი თავი სწორად, გამას რინგზე ასვლა არის პირდაპირ რისკთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და თქვენ თუ არ ხართ ფიზიკურად მზად, თუ არ ხართ საკმარისად აღჭურვილი ტექნიკურად და მით უმეტეს ფსიქოლოგიურად თუ არ ხართ მზად, არაფერი გესაქმებათ გამას რინგზე. მოემზადეთ და ამობრძანდით. იმ ბიჭებისთვის, ვისაც გამას რინგი გამონაცადი აქვს და გაუშვით, იგივენაირად როგორც იმ ბიჭებისთვის, ვისაც უნდა რომ გამას რინგზე თავი აღმოაჩინონ, არის ჩვენი სამოყვარულო ლიგა და MMA სპარინგები. ერთობლივად ამას ყველაფერს ქვია Road to Gama. მანდ შეუძლიათ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ბრძოლისა, გამოვიდენ, თავი გამოცადონ და დაგვიმტკიცონ, რომ გამას ღირსები არის. მანდედან მოხდება აყვანა ძირითად ლიგაში მხოლოდ. ვისაც დავემშვიდობეთ, არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ გაგდებულები არიან არანაირად. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სამუშაო აქვთ ამ ბიჭებს და უნდა გაიზარდონ. გაიზარდონ ბრძოლის ხარისხში. თუ გაიზრდებიან, ძირითადი ლიგაც გააღებს კარს. რაც შეეხება Road to Gamas, ვინც ხართ ჩვენ სპარინგებზე ნამყოფი, სულ სხვა სიტუაცია შეგხვდებათ. Road to Gama იქნება შეჯიბრი, სადაც გაიმართება სამივე დისციპლინაში ბრძოლები, ესა გრეპლინგი, MMA, მუშტიკრივი. ამჯერად, ამ შაბათს 29 ნოემბერს გელოდებათ პირველი ამ ბრენდის ეგიდის ქვეშ Road to Gama ჩატარებული შეჯიბრი. ეს არ იქნება უბრალოდ სპარინგები, ეს არის წინასწარ დაორგანიზებული ივენთი, წყვილებიც არის წინასწარ ჩამოწერილი. მარტივად რო ვთქვათ, ეს არის მინი რეპეტიცია დიდი შეჯიბრისა. ამას ვაკეთებთ განზრახ, ვინაიდან ჩვენი მაყურებელი იმსახურებს უფრო დახვეწილ და ხარისხიან პროდუქტს, ხოლო ჩვენი მებრძოლები, რომელიც სამომავლო ძირითად ლიგაში მოხვდებიან, უკვე უნდა შეეჩვიონ ყველა იმ წესს და იმ ქცევას, რაც საჭიროა ძირითად ლიგაში. ამიტომ სამოყვარულო ლიგა, ანუ Road to Gama, იქნება ერთობლივი გამეორება თუ ანალოგია ძირითადი შეჯიბრის. ოდნავ გამარტივებული. თუმცა ჩვენი მაყურებელი მიიღებს იმას, რასაც უყვარს. მაღალხარისხიან ივენტს, სასტიკ ბრძოლებს და რა თქმა უნდა, აქ იქნება დასაშვები, რომ ასე ვთქვათ, უმაღლეს დონეზე არ იბრძოდნენ. თუმცა აქ უნდა გაიზარდონ. აქ უნდა გაიზარდონ მებრძოლები, აქ უნდა მიიღონ ბრძოლის გამოცდილებას და ყველანაირი გამოცდილება, რაც გამაში ძირითად ლიგებში გამოადგენ. ამიტომ Road to Gama მეგობრებო, შეგიძლიათ საიტზე gamafc.gz-ზე შეხვიდეთ, ნახოთ წყვილები, 15 წყვილია დღესდღეობით, როგორც არასრულწლოვნები, ასევე სრულწლოვნები და MMA-შიც გელით ბრძოლები. დეტალური ინფორმაცია მებრძოლების გვარებით, სახელებით, წონებით, წლოვანებებით და რა დარგში აპირებენ ბრძოლას გელოდებათ ჩვენ საიტზე, ამიტომ შებრძანდით gamafc.gz და ვისაც გსურთ, რომ იხილოთ ეს შეჯიბრი 29-ში უფასო იქნება, ამიტომ ყველას შეგიძლიათ თავისუფლად მობრძანდეთ 29-ში, ბრძოლები დაიწყება 4 საათზე, Gama Fight Hall-ის კარი ღია. ვინც ვერ მოდიხართ, კიდევ გაგიმეორებთ, რომ ეს თვე gamafc.tv არის უფასო და ამ შესანიშნავი შეჯიბრის ყურებას შეძლებთ უკვე სრულიად უფასოდ ხვალ. მეგობრებო, აქვე მინდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ ყველას, ვისაც გაინტერესებთ Gama Fight Hall-ში მოსვლა, მე ვგულისხმობ ძირითად ლიგებს, ეს იქნება Gama Fargo, Gama MMA 5 თუ გრეპლინგი, წინასწარ შეგიძლიათ ბილეთები შეიძინოთ, დაგეგმოთ თქვენი შაბათის საღამო და ძალიან შეღავათიან ფასში გამოხვიდეთ. კარზე ბილეთები მეტად ძვირი ღირს. ამიტომ შედით ჩვენ საიტზე gamafc.gz, აირჩიეთ ივენთები, რომელზეც მოსვლაც გაინტერესებთ და welcome to Gama Fight Hall, რომელიც არის ქსანის 2 ნომერში. გინდა მანქანით მოდი, გინდა მეტროთი მოდი, ყველანაირი ტრანსპორტი ძალიან ახლოსაა, ძალიან კაი ლოკაცია. პარკინგიც ძალიან დიდი გვაქვს, ამიტომ მოდით.
ცალკე მინდა დაუთმო ყურადღება იმ საკითხს, რომელიც მე პირადად სისულელე მიმაჩნია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იმდენად ხშირად ხდება კომენტარი, რომ აუ, რამდენი რეკლამაა YouTube-ზე. ვერ უყურე ჩხუბებს, ამდენი რეკლამა რა არის, რა ამბავია გამა რა არის, რა სუფული ხო არ არის. თქვენ ხო კარგად ახარ. მეგობრებო, ანუ თქვენ ვაფშე არ ერკვევით, მინდა გითხრათ თუ როგორ მუშაობს პლატფორმა, რომელსაც ქვია YouTube. გამა არანაირად არ აკონტროლებს იმას, თუ რამდენი რეკლამა გაეშვება გამას ვიდეოს ყურების დროს. ეს YouTube-ია. და ეგრე ძალიან თუ არ გინდა მეგობარო ყურება რეკლამის, იყიდა YouTube პრემიუმი. $20 სხვათა შორის უფრო ძვირი ვიდრე გამატევეს გამოწერა, მაგრამ ანუ სისულელეზე ვსაუბრობთ რა, მე არანაირი კონტროლი არ მაქვს და რა პონჩი გვიწერ ჩვენ კომენტარებში რომ რეკლამით დაიტანჯეთ, ანუ მიმართეთ YouTube-ს, გადაიხადეთ, რავი, Facebook-ზე უყურეთ რაღაცებს, გამატივი შეიზინეთ, ქსანის ორში მოდით, მაგრამ სისულელეა ასეთი პრეტენზიის ქონა და მით უმეტეს წარმოთქმა თუ კომენტარებში დაწერა, რასაც თქვენ შვებით. უბრალოდ აზზე არ ხართ, როგორ მუშაობს YouTube და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ჩვენ არანაირი კონტროლი ამაზე არ გვაქვს. ამიტომ ეს პრეტენზია უბრალოდ მიუღებელია. რა თქმა უნდა, პატივცემულო გამას გულშემატკივრებო, არ შეიძლება გამა ფარგოზე ორიოდეს სიტყვა რო არ ვთქვა და არ შეიძლება უბრალოდ რომ არ გამოვყო ის ბრძოლები, რომელიც რეალურად საყურადღებოა. უბრალოდ რომ არავითარი არ გამომრჩეს, შევალ გამას ოფიციალურ ვებგვერდზე, gama.fc.g შეგახსენებთ ისევ, თქვენ შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ და გაეცნოთ ბრძოლების cards. მას ასე უსასტიკესი 9 ბრძოლა გველის წინ, რაც არის შეთანხმებული. დავიწყებ main event. ნიკა Crazy ბოკელავაძე მიიღებს დავლატბეკ მარაიმოვს გამას რინგზე. ეს არის წინა საჩემპიონო ბრძოლა და გაიმართება 93 კილოგრამ წონით კატეგორიაში შიშველ მუშტებზე. ამ ბრძოლაში გამარჯვებული მიიღებს შანსს, რომ ებრძოლოს სლავა მარგიშვილს 93 კილოს სრულუფლებიან ჩემპიონს ტიტულის მოსაპოვებლად. ეს ბრძოლა მეგობრებო იქნება ძალიან საინტერესო. ნიკა შიშველმუშტებზე არის ძალიან სასტიკი, არაერთხელ დაუნტკიცებია მას ეს. ყველა ბრძოლა რაც აქ მოგებული, აქ დამთავრებული ნოკაუტით, სასტიკი ნოკაუტით, რაც აღსანიშნავია და დავლატბეკ მარაიმოვიც მერწმუნეთ არ არის ხელწამოსაკრავი მებრძოლი, ხელწამოსაკრავი კი არა, სერიოზული მებრძოლია. უდიდესი გამოცდილება აქვს მრავალ სპორტში, MMA-საც ჩხუბობს, ხელჩართულ ბრძოლასაც, კრივს, კიკბოქსინგს და მუშტიკრივშიც აქვს გამოცდილება. ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მან მოიპოვა გამაში დებიუტის დროს და პირველივე რაუნდში დაამთავრა ბრძოლა ნოკაუტით. რითიც დაიმსახურა ეს წინასაჩემპიონო ბრძოლა. ჩემთვის ეს main event-ი არის ძალიან საინტერესო. Crazy ყოველთვის ყურადღებას მიიპყრობს. დავლატბეკიც ვფიქრობ, რომ მალე თავს გაგვაცნობს როგორც ერთ-ერთი უსასტიკესი მებრძოლი და top 5-ში ნახდათ დამკვიდრდება ეს ვაშკაცი თავის წონაში და ამაზე მეტიც გეტყვით, რომ დავლატბეკი იძახის, რომ შეუძლია იჩხუბოს 84-შიც და ეს ამბიციებიც აქვს. ანუ სერიოზული ამბიციები აქვს ამ ბიჭს, რომ 2 წონის ჩემპიონი გახდეს. ამიტომ გულმოდგინებით ველით ამ ბრძოლას ვინ მოიგებს, ჩემთვის დიდი ამოცანა. სერიოზული დაპირისპირება გველის ასევე co-main event-ებში. ვალერი ყოჩიაშვილი გორილა დაუპირისპირდება ყოფილ ჩემპიონს 76 კილოგრამის ნიკა ნოზაძეს. დიდი ხანია თქვენ ამ ბრძოლას ითხოვთ. ჩვენ ჩავნიშნეთ ეს ბრძოლა, ერთად დავტკბეთ მეგობრებო. ამ ბრძოლაშიც დიდი ინტრიგაა, მე პირადად უბრალოდ არ ვიცი. გორილას დამანგრეველი დარტყმა ყველამ უკვე ვიცით. ნიკას გამოცდილება ძალიან ხშირად თავს იჩენს და არაერთი ბრძოლა სერიოზულად შემოუტრიალებია ამ ბიჭს. ყველა არ იყო ჩემპიონი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან საინტერესო ბრძოლა. ამ ბრძოლასაც წინა საჩემპიონო სტატუსი აქვს. თუ ვალერი მოიგებს, დაუპირისპირდება ზურამ უკვანს, თუ ნიკა მოიგებს, დაიბრუნებს შანსს და მიიღებს შანსს, რომ რევანში მოიპოვოს
დაიბრუნოს ქამარი ჩემპიონთან ზურამ უკვანთან. ასევე საინტერესოა მეორე main event-ი დარა ამარიანი ეჩხუბება შიშველ მუშტებზე გიგა თაბუკაშვილს იმპერატორი ბეტონის წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო ბრძოლა. ამ ბრძოლასაც წინა საჩემპიონო სტატუსი აქვს. ამ ბრძოლაში გამარჯვებული მიიღებს შანსს რომ იბრძოლოს 56 კილოგრამის საჩემპიონო ტიტულზე. ძალიან არ გავწელავ მეგობრებო, უბრალოდ ვიტყვი რომ იმის გარდა, რაც დავასახელე გველის არაერთი ხაიპური გმირი, მაგალითად გრიზლის გოძილასთან ვაჩხუბებთ, ორი ურჩხულის ბრძოლა იქნება. ასევე გელით პირველი ძირითად ლიგაში პირველი გოგონების ბრძოლა ლიზი დიასამნიზე დაუპირისპირდება ევგენია სტრახოვას და რა თქმა უნდა მე ამაზე უკვე ვილაპარაკე და ნიუსშიც მინდა რომ დაუთმო ლუკა მეგრელი ნიკა კალანდაძის წინააღმდეგ ეს არის ჩემი პირადი პროგნოზით ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი საღამოს ბრძოლის ბონუსზე. თუმცა მე რო აქ არ გავაგზელო ბიჭებმაც ვილაპარაკეს, პატარა ვიდეო გავაკეთეთ და გთხოვთ ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მეგრელი ნიკა კალანდაძის წინააღმდეგ არ არის ამ ქარდზე co-main event-ი ან main event-ი, ცალკე ყურადღებას იპყრობს ეს ბრძოლა. ლუკა მეგრელმა ჩაატარა უკვე დებიუტი გამაში, ძალიან დამაჯერებელი მოგება მოიპოვა და გეტყვით ასე, კულისებს უკან რო ვისაუბრეთ, მითხრა რომ სპეციალურად არ დავსვი ჩემი მეტოქეო, იმიტომ რომ პოსტი არ მოეწონა, როგორი დადო და 3 რაუნდი მაგიტო ურტყიო. მე შემეძლო პირველ რაუნდში დამთავრებია ჩხუბი, მეტად უფრო მეტი კომბინაციები გამეკეთებია, მეტი შემტევი ყოფილიყავი, მაგრამ მე სტრატეგია მქონდა ეგეთი, რომ მივჩეულიყავი გამას რინგს, გამას მაყურებელს, როგორი იყო იქაური შეგრძნებები, მივჩეულიყავი. თან მინდოდა 3 რაუნდი მეცემა ეგ ჩემი მეწნეულდე, იმიტომ რომ აი რავი რაღაც არ მომეწონა მაგის პოსტები, სტორები და მისი კრივით სტილით და ყველაფრით აღფრთოვანებულები ვართ, ამაზე მეცაც გეტყვით. პროფესიონალური კლივის ჩატარება უნდოდა, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ კარგი ბრძოლა და უკეთესი პერსპექტივები, ამიტომ ცალკე ყურადღებას მოიპყრობს ლუკას პიროვნება და ეს ბრძოლა. და რატომ? ნიკა კალანდაძე მეგობრებო, ცნობილი MMA-ის მებრძოლი და გამას მაყურებლისთვისაც საინტერესო შექმნილი უკვე გმირი. როგორც გახსოვთ, გელა თეგაშვილი მოკრივია, ქამრის ფლობელიც არის, თუ სწორად მახსოვს და ფლოპ ინფორმაციას. ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, გავიხსენოთ პირველ ბრძოლაში მან მოგება მოიპოვა, მეორე ბრძოლაში თეგაშვილმა მოიპოვა მოგება, თუმცა ბევრი მაყურებლის აზრით მეორე ბრძოლაც კალანდაძემ წამოიღო. მოგეხსენებათ, გელა თეგაშვილთან საქართველოს 60 კილოგრამში კრივის ჩემპიონთან მქონდა ორი ბრძოლა. აქედან ერთი მოვიგე, ერთში წაგება მომცეს, თუმცა მე არ ვთვლი თავს წაგებულად. ვფიქრობ, რომ ორივე ბრძოლა ჩემი იყო. მოგეხსენებათ, მე საჩემპიონო ამბიციები არ გამაჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ბრძოლას წავაგებ ან დაუთმობ რაიმე მიზეზის გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს და ამით მეტოქისთვის უფრო სახიფათო ხდები. იმის გათვალისწინებით, რომ კალანდაძეს მოკრივეებთან არ უჭირს ბრძოლა და ლუკა მეგრელი საკმაოდ ახალი და საინტერესო ხილია გამას რინგზე, ეს ბრძოლა ცალკე საყურადღებოა. ვფიქრობ, რომ MMA-ის გამოცდილება და ბინძური კრივი მე უფრო დამეხმარება მოკრივეებთან და მათ სტილთან ბრძოლაში, იმიტომ რომ მოკრივეები მაინც თავისებურად სუფთა სტილით იბრძვიან. მე კიდე ვფიქრობ, რომ უფრო გამიადვილდება მათთან ბრძოლა ბინძური ჩხუბით. კალანდაძე არის MMA-ის მოჩხუბარი, თეგაშვილი არის ბოქსიორი და სტრატეგია იყო იქ, რომ კლინჩი აჯობა რა თქმა უნდა კალანდაძემ MMA-დან გამოსილებით, მაგრამ წეგან თქვა კალანდაძემ, როცა ილაპარაკა ჩემზე რაღაცეები, რომ ან ჩემთან ბრძოლაზე, რომ უხეში და ჭუჭყიანი და ისეთი ჩხუბი და მე რავი მაგ სტილით გამოვირჩევი, მაგ ჩეხაობით გამოვირჩევი, უხეში სტილი ჩემთვის ძალიან კარგია, ძალიან მიჩვეულია, რომ აი ტრენერის ეს ჩემი ტრენერის საქმე რა, ტრენერმა იცის რა შემიძლია, ყველაფერი ტრენერი რასაც დამავალებს, იმას გავაკეთებ.
გამას მაყურებელი როგორც მებრძოლს ეგრე მიცნობს გამას რინგიდან, გამას ორგანიზაციიდან, მაგრამ როგორც ახლა მწვრთნელი, ისე მინდა გესაუბროთ ჩემს მოსწავლეზე, ჩემს მეგობარზე, ლუკა მეგრელზე. ძალიან მაგარი ბიჭი არის, ძალიან მაგარი მებრძოლი არის. დამიჯერეთ აი 7 და წყნარი სახის იქით, ივენა ურჩხული იმალება და მაგას აი მაქსიმალურს დავდებთ რინგზე, რაც კი შეგვიძლია. პირველ ბრძოლაში ჩათვალეთ არაფერი არ გავიკეთებია რინგზე. ამოვედით პირველი 2 რაუნდი დავალება რაც ქონდა ითამაშე მესამე რაუნდში ავედი და პროსტა ვთხოვე რის გამოც ვარ ჩამოსული ყველაფერი შეასრულე და წავედითქო და დააფინიშა კიდევაც მესამე რაუნდში სხვა ეხა ლუკაზე ბევრს აღარაფერს აღარ ვიტყვი დანარჩენს რინგზე შეასრულებს რინგზე ნახავთ მის ნამდვილ სახეს დამიჯერეთ აი წყნარად შვიდათ რო სეირნობს ესეთი ბიჭი ნამდვილად არ არის რინგზე არის ნამდვილი რავი აი ვეფხვი რავი ლომი შეუშვით ნებისმიერთან 60 კილოში და ნებისმიერ წონაში ვინ ჩვენთან მოვა არავის არ მოვერიდებით კიდე საბრძოლველად. შეუვალებად როგორც ყოველთვის ავისულად ვიქნები რინგზე, არაფერი ერთი დაძაბულება არ მექნება, მაგრამ არც იმის ფიქრი არ მექნება, რომ რაღაცა მოწინააღმდეგე ისეთია, რომ არა, მოწინააღმდეგეს უნდა დააფასო, იმიტომ რომ იმის მოქნეული, მოზემული არავინ არ იცის, მაგრამ მაგასაც ჩვენ ყველაფერს დავხდებით, ყველაფერს მივიღებთ. ყველა ზუსტ დროს რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი უჩამოსწავლებელი დამიძახებს, დავალებებს ყველაფერს და ყველაფერი უჩამოსწავლების წყალობით ყველაფერი მაგრად იქნება რა. კარგი მებრძოლია, კარგი ბრძოლა ჩაატარა, მაგრამ მე ვეცდები რომ მისი გეგმა არ განახორციელოს და ვერ განახორციელოს და რაც წინა ბრძოლაში გამოუვიდა მის მეტოქესთან, ვფიქრობ ეგ არ გამოვა, რადგან მე არ ვაპირებ რომ ყველაფერს უფლება მივცე, რაც მას მოუნდება. ამ წონაში ერთ-ერთი კარგი მებრძოლი არის მოკრივე ისიც ლევან ციკლაური სინამდვილეში რა ვიცი აი ესე რომ ვთქვა მის მოსაგებად ვართ მოსული სხვა ეხა სერიოზულ მოწინააღმდეგეთ არც აღვიქვია არავინ 60 კილოში კი მაგარი ბიჭები არიან ყოფილი მოკრივეები ზოგი ქუჩიდან მოსულები ზოგი MMA-ის მოჭხუბლები მაგრამ კაროჩე ქამარზე ბრძოლას ლევანთან ვისურვებდით და რა ვიცი შიშვერხელებზე ესე რომ ვთქვა ეხლა ამ ბრძოლის მერე ბოლო ბრძოლას ვატარებთ ორგანიზაციასთან შემოთავაზება გვინდოდა არ გაქამდეც მაგრამ ეს ბოლო ბრძოლა არის რომელსაც ვატარებთ კენტუსებზე ამ ბრძოლის მერე ყველა ბრძოლას ჩავატარებთ შიშვერხელებზე გინდა პიტი იყოს ვინც გინდა იყოს ნებისმიერ შევებრძოლებით შიშვერხელებზე ერთ-ერთი პირველი პრეტენდენტია ჩემი პირადი პროგნოზით საღამოს მთავარ ბრძოლაზე და ბევრ სხვა ბონუსზე ამიტომ თვალი არ დაახამხამო